5-ში ჩემი აზრით გარკვეული იქნება, რომ ნაცების ეს 4 ოქტომბრის გეგმა ჩაფლავდა. და ყველასთვის ეცოდინება, რომ კრება წეგან თქვენ სტუმარს ვამბობ და კრება რომ დარჩება მხიარული. პაატა ბურჭულაძე. ხო, აი ის კრება, რომელსაც თავმჯდომარეობს ბატონი პაატა ბურჭულაძე, დარჩება მხიარული. ეს იქნება 4-ში საღამოს, ან 5-ში დილით გარკვეული. მთელი ეს კამპანია მდგომარეობს იმისთვის, რომ აი როგორ გითხრათ, ნაცები ჰაეროვნად გაქრნენ, იმიტომ რომ 5 ოქტომბერს ნაცებს არ იქნებათ არც ნომერი. არ იქნებათ არც საბიუჯეტო დაფინანსება, არ იქნებათ პარტია. ყველაფერს თავი დავანებთ. არ ეყოლებათ ადგილობრივ თვითმმართველობაში ხალხი. რა არის ის, რომლის შემდეგაც ჩვენ ჩავთვლით, რომ ამის მერეც ნაცმოძრაობა გრძელდება. შეიძლება იქ ვიღაც ადამიანებმა, ანაწითლიძემ, სანიკიძემ, ვიღაც ვინც აქტიურობენ და ხვდებით, რომ უნდათ პოლიტიკაში დარჩენა. ამ ხოლმე რამე სხვა მოიფიქრონ, მაგრამ უცბად ქართველი ხალხი რო გაიღვიძებს 5 ოქტომბერს, მას შერჩება ქართული ოცნება გამარჯვებული, დაშლილი ლელო გახარიები, რომელიც ერთმანეთს აგინებენ, არარსებული ნაცები, რომელმაც უკვე ეს ხალხი ისევ ტყუილად დაშალეს და კიდევ ერთხელ იმედი გააცრუეს და მე ვთავაზობ ამ საზოგადოებას, რომ აი ამ 5 ოქტომბერს მოდი ერთი იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე ტური არსებობდეს და მეორე ტურში მე ვიყო. შეიძლება ვერ მოვიგოთ ან წავაგოთ, თუმცა ფინალში რა ხდება, არასოდეს არავინ არ იცის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ახალი გამოჩნდება, რომ ქართველმა ხალხმა რაღაცნაირად მოახერხა აი ამ ოპოზიციისგან რაღაცის გამოძერტვა. ერთადერთი შანსი მართლა რომ გავზომოთ, რომ რამე ახალი მოხდეს ამ არჩევნებში. ბოლოს და ბოლოს გამოიკვეთოს რეალური ოპოზიცია. იმიტომ რომ ჩვენ აქამდე რასაც უყურებთ, ჩემი დაკვირვებით, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ფეიქ ოპოზიციის მოწყობილი. ანუ ფეიქ ოპოზიცია რას ნიშნავს? იმას კი არა რომ არ აგინებს ბიძინა ივანიშვილს ან ხოცებს არ ლანძავს. პირიქით ამას გაათმაგებული ენერგიით აკეთებს, იმიტომ რომ დამაჯერებელი იყოს, რომ ხალხმა სხვა რამე არ იფიქროს. ეს როგორ იქნება კაცო ფეიქი, ნახე რას აგინებს ბიძინას. სინამდვილეში აი ეს მორჩეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ როგორც კი არჩევნები მორჩება, ლელო გახარიების ერთიანობაც მორჩება, უკვე ფაქტობრივად ამას აანონსებენ. ანუ რა დარჩება ამ ამორჩევას ამ არჩევნების შემდეგ? ვითომ რაღაც ფეიქ ერთობა, რომელიც შეუკრეს, რომელიც დიდი ალბათობით პირველივე ტურში წააგებს, ყოველ შემთხვევაში მათი პროცენტი მაჩვენებელი იქნება იმისი, რომ ის ხალხი კონკურენციის გამწევი არავისთვის არ არის. ვიცი როგორ იმედგაცრუება ძლდება საქართველოს მოსახლეობას, როგორც ნაცების მხრიდან, ისე ლელო გახარიას რაღაც და უცნაური კოალიციიდან და ვთავაზობ მათ და მოუწოდებ მათ, რომ მართლა თვალი გაახილეთ, შეხედეთ რა პოლიტიკური სპექტრია, სულ რეალურად არსებობს 3 კანდიდატი, ლელოს კანდიდატი, ბატონი კუპრაძე, ბატონი კალაძე, რომელიც უკვე დიდი ხანია მესამე ვადაზე მიდის და მე გირჩის კანდიდატი, რომელსაც 10 წელია მიცნობთ, 10 წელი ამ პროფესიას დავახარჯე და ვერავინ ვერ დამიდასტურებს ერთ საჯაროდ ნათქვამ ტყუილს. თამამისად მე ძალიან თამამაჩემელია უთხრა თბილისელებს, რომ მართლა გაახილეთ თვალი და 5 ოქტომბრისთვის რამე მომგებიანი კოზირი მაინც და ბოლოს მინდა